საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან დედაქალაქის ადმინისტრაციის შენობასთან ბოლო დროს მუნიციპალური სამსახურებიდან გათავისუფლებულები შეიკრიბნენ. ისინი აცხადებენ, რომ სამსახურიდან უკანონოდ დაითხოვეს და ატესტაციის გადავადებას მოითხოვენ. ცოტა ხნის წინ მერიასთან მცირე ხმაური და დაპირისპირება იყო. ეკო მაღრაძე ჩაგვერთვება მოვლენთა ადგილიდან. პირდაპირ ეთერში ეკო რას მოყვა ხმაური მერიასთან. სიტყვერი დაპირისპირება მერის დაცვის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის რამდენიმე მონაწილე შევიდა მერის შენობაში. ისინი ითხოვდნენ მერის წარმომადგენლებთან შეხვედრას, ასევე მათი მოთხოვნა იყო, რომ შენობაში შესულიყვნენ ჟურნალისტებიც, რომლებიც ადგილზე ვიმყოფებით, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა თავდაპირველად ამის საშუალება არ მოგცეს, მოგვიანებით კი ეს გადაწყვეტილება შეცვალეს. გაგივიდა თეთრ ვიღაცას თავი ჩაავლეთ და ახლა გარბოდეთ. სუსის თანამშრომელი. სუსის თანამშრომელი. გვარი სახელი. ეს კიდე დასკი რატო არ უშოთ თანამშრომელი? ვის მოქალაქე გავატარეთ? რატო ჩახერგეთ? თქვენ ჩახერგეთ კარები. ვინ ჩახერგა სამი კაცია დგას? მასმედიას რატო არ უშოთ? მე ვარ საკრებულოს დეპუტატი. მაინტერესებს რატო არ უშოთ? ეს დაცვის თანამშრომლები წლები აქ მუშაობენ. ესეთი დავალება კითხეთ არასოდეს არ მეუღია. შეუძლებელია ფოიეს კარებში ცენტრალურში ჩააგდოთ დაცვის თანამშრომლებს. გაარკვიეთ. აკაჩავებენ თანამშრომლებს, მერის მაღალჩინოსნად გეუბნებით. ეს იყო რა აუდიო ხოდა შეიძლება უნდა ქონდეს თქვენ გულისხმობაში დისკომფორტი. უკვე 1 საათია, რაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს მერის შენობასთან. აქ იმყოფებიან ცოტა ხნის წინ მუნიციპალიტეტიდან გათავისუფლებული ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი ნიშნით მოხდა და სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ითხოვენ ისინი მერის წარმომადგენლებთან შეხვედრას. ჩვენ დღეს აქ ვაპროტესტებთ ქალაქ თბილისის მერის და მისი მაღალჩინოსნების გადაწყვეტილებას, რომელიც გულისხმობს უკანონოდ ასეულობით ადამიანების განთავისუფლებას ქალაქ თბილისის მერიიდან. ჩვენ ვითხოვთ ჩამოვიდეს რომელიმე მაღალჩინოსანი დაელაპარაკოს აქ შეკრებილ ადამიანებს და გასცეს კონკრეტული პასუხი თუ რატომ ანთავისუფლებენ ამ ადამიანებს სამსახურებიდან. პროფესიონალი ვიყავი და ვემსახურებოდი ჩემო ბანს, მართლა კეთილსინდესიერად და იმ ადამიანების გაჭირებულ ადამიანების ის გაჭირება მიმქონდა გულთან და ვცდილობდი რომ ყოველთვის დავხმარებოდი, მაგრამ ჩემი განთავისუფლება მოხდა რა თქმა უნდა პოლიტიკური მიზნით. 18 აგვისტოს დამიბარა საბურთალოს რაიონში კახა გავაშელმა, რომელიც მაშინ არ იყო დანიშნული არანაირ თანამდებობაზე და მან მოახდინა ჩემი უშუალო განთავისუფლება, რის შემდეგაც თვითონ დაინიშნა გამგეობაში აპარატის უფროსად. აქციის მონაწილეებს შორის იმყოფება თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ნიკა მელია, ასევე აქ იმყოფებიან საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები, რომლებიც მოითხოვენ დაგეგმილი ატესტაციის გადავადებას იმ დრომდე, სანამ მათი განცხადებით არ მოხდება რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება, ასევე მათი მოთხოვნაა, რომ საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის ხელმძღვანელის პოსტიდან გათავისუფლდეს ალექსანდრე მარგიშვილი. თავარი მოთხოვნა მდგომარეობს შემდგომში, რომ ბატონი მარგიშვილი ჩამოშორდეს საატესტაციო პროცესს, იგი გახლავთ კომისიის თავმჯდომარე, ასევე უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდეს იმ პირებს, რომლებიც არიან აუდიო ჩანაწერში, სადაც ხილებულნი არიან ზეწოლაში, კერძო ზედახელოვების სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე და ისტის რაიონის გამგებელი ბატონი ქიზიყურაშვილი, შეუძლებელია ეს ხალხი ინარჩუნებდეს თანამდებობას, სანამ გამოძიება არ დასრულდება, ვინაიდან აუდიო ჩანაწერები გაბჟავდა, სადაც ისინი ახორციელებენ დანაშაულებრივ ზეწოლას. თანამშრომლებზე ეს გახშირებული და დაუსრულებელი ზეწოლა, ტესტების მხოლოდ საკუთარი მეგობრებისთვის და ნათესავებისთვის დარიგება, ეს ყველა ნიშანი არის ის, რაც ვაფიქრებინებს, რომ ატესტაცია არ იქნება ობიექტური და გამოყენებული იქნება ადამიანების სამსახურიდან გასაყრელად. შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, რომ გამოძიების დასრულებამდე, რომელზედაც თბილისის მერმაც ისაუბრა, არ ჩატარდეს ატესტაცია, ის გადაიდოს. საზოგადოებამ ნახეთ ძალიან ბევრი ფაქტი იმისა, თუ როგორ ახორციელებენ დედაქალაქის მერის მაღალჩინოსნების ზეწოლას თანამშრომლებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვითხოვთ, სანამ არ დასრულდება გამოძიება, არ ჩატარდეს ატესტაცია, იგივე მოთხოვნა აქვს დედაქალაქის მერს და შესაბამისად ჩვენ დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. ჯერჯერობით საპროტესტო აქციის მონაწილეებს მერიიდან არავინ გამოხმაურებია, როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ამ წუთებში მერიაში მიმდინარეობს დედაქალაქის მთავრობის ხდომა, რომელიც ჟურნალისტებისთვის არის დახურული.